ოღურებთ ქრონიკას 9 საათზე. საკადრო ცვლილებები ძალოვანი უწყებების გაძლიერებისთვის ასიაფასებს მმართველი გუნდი პრემიერის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს. მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მას ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა. სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია ექნება სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაცია, ასევე მისი როგორც ვიცე-პრემიერი საკურატოროში ყოფნა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, სასამართლოსთან, პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან მთავრობის კოორდინაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება. ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილსაც. მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს. ვფიქრობ, რომ მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ისეთ ურთულეს გამოწვევებს გაართვას თავი, როგორიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ არეულობების თუ სხვადასხვა გადატრიალებების მცდელობები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო იქნება ამ პოზიციაზე. ასევე გეკა გელაძესთან დაკავშირებული ცვლილება და სულხან თამაზაშვილის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე წარდგენა არის პოზიტიური ცვლილებები. დიდ წარმატებას უსურვებ მამუკა მდინარაძეს დაბრუნებით საჯარო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გააძლიერებს იგი ჩვენს გუნდს, ბატონ გეკა გელაძესაც გადავუხდით მადლობა, შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ის მნიშვნელოვანი სისტემური წინსვლა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს სამინისტროში მან უზრუნველყო თავის გუნდთან ერთად, ხოლო მამუკა მდინარაძე ახალ პოზიციაზე ვიცე-პრემიერის რანგში უკვე წარუძღვება და კოორდინაციას გაუწევს ძალოვან სისტემას, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენი სამშობლოსათვის. დღეს ასტანაში საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე კი ასტანის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მას ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ასტანის მერი დახვდნენ. პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც. ფორუმზე, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკვლევებლად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმშელებენ. ასევე ყურადღება გამახვილდება დაკავშირებადობის პოლიტიკაზეც. სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის პრემიერი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობენ. ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან. ეს არის მაღალი დონის სამიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რეგიონის ქვეყნების პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სტუმრები. საქართველოს პრეზიდენტის შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს სამიტზე და მიმართოს დამსწრეებს. საქართველო და ყაზახეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები, როგორც მოგეხსენებათ. ჩვენ ყაზახეთთან ერთად ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გლობალურ პროექტს. ამ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ექნება შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ისაუბრებენ საქართველოს-ყაზახეთის თანამშრომლობის საკითხებზე და პერსპექტივებზე. საქართველოს თავმჯდომარეობით დღეს ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარდგება. ფორუმი ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზანიც ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამტკიცებაა. საქართველოს თავმჯდომარე ქვეყანა 13 აპრილიდან გახდა და ამ მოვალეობას 4 სექტემბრამდე შეასრულებს. წლის პირველ ტრიმესტრში ფორუმს თავმჯდომარეობდა საფრანგეთი, ხოლო საქართველოს შემდეგ თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს. საქართველოს ზეწოლის მთავარი ინსტრუმენტად ევროპელ მინისტრებს სადამჯელო მექანიზმი მიაჩნიათ ზეწოლას საანქციით, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. როგორც შეხვედრის შემდეგ კაია კალასმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის კურსი არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა წარმოადგენს. შეხვედრასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდი იუზვაიკმა კი დაწერა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე პროგრესი არ ყოფილა. უნდა მივაწოდოთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მთავრობას, რომ მათი კურსი არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა წარმოადგენს, ასე რომ ეს იყო დღევანდელი განხილვის თემა.
სანქციებთან დაკავშირებით არაფერი დაძრულა. ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა, რომ პირველი ნაბიჯის სახით საქართველოსთან ადამიანის უფლებებზე მოხდეს დიალოგი. ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯისთვის საქართველოს უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ენით საუბარი. შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება, გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობას. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის წევრები ბათუმის საკრებულოში მათივე ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განიხილეს როგორც მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ასევე სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. ითქვა, რომ სამუშაო შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება. ზოგადად ჩვენს პარტიას აქვს ძალიან დიდი გეგმები, თავის დროზე ჩვენ მართლა შევასრულეთ ძალიან დიდი როლი იმაში, რომ საქართველოს ავაცილეთ ომი და ამაში ყინულჭრელის როლი შევასრულეთ, თუმცა ამ ქვეყანას სჭირდება კიდევ ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა და იწყებთ გაწევრიანების პროცესს. ყველა ჩვენი თანამგზნობრი, ყველა ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ღირებულებები არის მისაღები, მზად ვართ, რომ მათთან ერთად ვითანამშრომლოთ, მივიღოთ პარტიაში და მოგეთ მზად ვიყოთ შემდეგი გამოწვევებისთვის. აჭარაში, სამუნიციპალიტეტში, ქვებულეთში, ხელვაჩაურსა და ქალაქ ბათუმში გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა იმ სამომავლო გეგმებს, რაც უნდა განხორციელდეს უახლოეს პერიოდში, ეს იქნება რეგიონებში, შესაბამისად ოფისების გახსნა და მსურველი მოქალაქეების ხალხის ძალაში გაწევრიანება. აქ საუბარი შეეხო მომავალ გეგმებს, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და იმ მიზნებს და იმ ნაბიჯებს, რაც საომავლოდ გადაიდგმება ჩვენი პარტიის მიმართ. პროკურატურის უზენაესი სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. განიხილეს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების, პროფესიული სტანდარტების განვითარებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის სამომავლო პროექტები. შეხვედრის მთავარ მიზანს პროფესიის გაძლიერება, კოლეგიალური გარემოსა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრება წარმოადგენდა. სტუმრებმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმიც დაათვალიერეს. ოპოზიციის აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდების გამო სასამართლოში უჩივის მეორე ოპოზიციონერ აქტივისტ ალბი კორძაიას, რომლის მტკიცებით ჭოხონელიძემ ქალი გააუპატიურა, ხოლო თავად 2023 წელს მოძრაობა ნაბიჯის ოფისში. ჭოხონელიძე მის სექსუალურად შეავიწროვა. მიწევს ალბი კორძაიას სასამართლოში ვუჩივლო, ეს არჩევანი იძულებითია, მაგრამ არის თემები, რომლებიც სამართლებრივად უნდა გაირკვეს. ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს, ალბის მხრიდან ცილის მწამებლური ბრალდების უარყოფაა. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ, არაფერში მჭირდება. პოლსში გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო 9 ქუჩის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. პროექტის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა ახალი სანიაღვრე და გარე განათების სისტემები. ქალაქში ინფრასტრუქტურის განახლება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ჩვენ ჯამში 27 ქუჩაზე მივიღებთ სრულად რეაბილიტირებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. დაგეგმვის პრიორიტეტი ქუჩებთან მიმართებაში ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას, განახლებას, ასევე ტროტუარების და ახალი განათების სისტემის მონტაჟს. არასოდეს მით უმეტეს ეგერ გურიის ქუჩიდან ცენტრალურ ქუჩა დაგიქმება, ჩვენი ქუჩა და მე არ მინახია ამ ქუჩაზე ასფალტი დაგებული. ხო და გამიხარდა და მიხარია ძალიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართა. გაერთიანებულია 3 თხზულება: მამულიშვილობა და მეცნიერება, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა და ძველი სომხური საისტორიო მწერლობა. დაგეგმილია, რომ სრული აკადემიური კრებული 20 ტომად გამოვიდეს. ივანე ჯავახიშვილის თხზულებები აქამდეც არაერთხელ გამოიცა, მაგრამ ახალი გამოცემა სრულიად უნიკალურია, რადგან ყველა თხზულებაში მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება დედმისეული მონაცემები. მთელი გამოცემა დაისტამბება ავტორისეული სტრუქტურით, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ეს არის ის გამოცემა, რომელშიც შევა აბსოლუტურად ყველა ეს ნაშრომი, სრულად ახალი რედაქციით, ან ხელნაწერთან მიახლოვებული რედაქციით, რომელიც დატოვებული ქონდა ივანე ჯავახიშვილს. მათ შორის ზოგიერთი ის ნაშრომი, რომელიც საბჭოთა პერიოდში არ გამოცემულა. არასდროს არ ყოფილა ივანე ჯავახიშვილის ტომების გამოცემისას დაცული მისი ნება. თუ როგორი სტრუქტურით ალაგებდა ის თავის ნაშრომებს, რომელი უნდა ყოფილიყო წინ და რომელი უნდა ყოფილიყო შემდეგ. ამიტომ გადაწყდა
გამოცემა ყოფილიყო ახალი მთელი სიახლეების შემცველი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში 10 საათზე დაბრუნდება. დროებით.